შემადგენლობა დააყენა გუგან ერგაძემ დღევანდელ დაპირისპირებაში. რაც შეეხება კარგად თამაშობს დადიანი მამაგეიშვილი ქუსლით პასი დადიანი დარტყმა და ფინალიშვილმა მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა დინამო ბათუმთან დამატებით დროში. ხოლო 1997 წელს აქ რა კარგი მომენტი 1-0 ანგარიში გაიხსნა დაწინაურდა იბერია დაპირისპირებაში თორნიკე ახვლედიანი გოლის ავტორი. იყო მომენტები როგორც ერთ ასევე მეორე კარტთან დარტყმა კარის მიმართულებით მათე თურმანიძე ბურთი ხელში ვერ დაიჭირა და თორნიკე ახვლედიანმა მოახერხა ანგარიშის გახსნა. ლუკას ილაგაძის კარგი დარტყმა იყო, მაგრამ ეს ბურთი უნდა დაეჭირა, უბრალოდ შედარებით რთული იყო დაეცა. მეკარის წინ და ამის გამო ვერ მოახერხა თურმანიძემ მილი პასი. არმელ ზოჰოური მიიღო ბურთი. ზოჰოურის ჩაწოდება საჯარიმოში გიზო მამაგეიშვილი და თურმანიძის სეივი შეჩაბურთი ბათუმის დინამოს. ჯაფარიძე პასია ფლანგზე გასაკეთებელი მილჩენკო. ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა და რა შანსი გაუშვა ხელიდან უკეთ უნდა დაერტყა. მარცხნივ გადაცემა კალანდარიშვილი მიიღო ბურთი. სრულმოძრაობა შეინარჩუნა პასი უკან ჯაფარიძე. ჯაფარიძის ჩაწოდება მანდრიჩენკო არეულობა ისევ მანდრიჩენკო ვერდიმარა და გადარჩა ამ ეპიზოდში იბერიშვილს რჩება ბურთი. პასი უკან ჯინჯოლავა. ჯინჯოლავას დარტყმა და თურმანიძემ გადაარჩინა თავისი გუნდი. კობახიძე. დადიანი, კარგი მომენტია, დადიანის გადაცემა, ჩაიჭრა ეს პასი, ახვლედიანზე გადაცემა არ გავიდა, დადიანი ბოლომდე იბრძვის და 2-0. მათე თურმანიძემ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა და ანგარიში ხდება 2-0. პასი ვაჰაბი სილაგაძე შანსი აქვს ახლა იბერიას მესამე გოლის გატანის სილაგაძე დარტყმა ძელს ხვდება და 3-0 3-0 მაინც გაიტანა იბერიამ ამირან ზაგანია გრძელი გადაცემა გაიტ ვაჰაბის შეცდომა ლუკა სილაგაძე არის ბურთთან პირველი დაარტყა სილაგაძემ, მე მგონი ხვდება მერე ჯერ მცველს და კი ბატონო და ზაგანიამ შეაგდო საბოლოოდ ბურთი კარში. დინამო ბათუმის კარში გოლი გაიტანა ამირან ზაგანიამ ნომერი 9. ვაჰაბი მოაწოდა აუტი, ჯაფარიძე იბრძოლა ბოლომდე, ჩააწოდა. იერიშ თუ იქნება, მაკარიძე ხელით, რა კარგი პასი. იბერიას კარგი შანსი აქვს ახლა მეოთხე გოლის გატანის, მოითხოვა იქ გადაცემა ხორხელმა, ზაგანია. არა. თუ ზაგანია, მეგონი კი ბატონო, ამირან ზაგანიას დუბლი დღევანდელ დაპირისპირებაში კი ბატონო. 4-0 შევიდა და 2 გოლი გაიტანა. სწრაფი იერიში იბერიასი მაკარიძის შესანიშნავი პასი ხელით შესანიშნავი დარტყმა იყო ზაგანიასი და დაასრულა ეპიზოდი. ფუტკარაძე ვერდიმარა კარგი შანსი აქვს ახლა ბათუმის დინამოს ერთი პრესტიჟის გოლი გაიტანოს გაეტ ვაჰაბი ჩააწოდა თბილი პასი წულუკიძის ჯაფარიძე ბურთთან უკან პასი ლაკვეხელიანი კიდევ ერთი გადაცემა დარტყმა რიკოშეტი 4-1
ერთი ბურთი გაქვითა დინამო ბათუმმა, ლუკა წულუკიძემ კი გატანილი გოლი. მაინც მოიხსენებათ რომ წულუკიძე სწორედ იბერიაში თამაშობდა და ამ გუნდის აღზრდილია. სწორედ აქედან წავიდა ის რუსეთის პრემიერ მოასწრონდა. ცუდ ხასიათზე თვალად ისე დიდი ანგარიშით არ წააგონ. წულუკიძე კარგი მომენტია, შეუძლია გატანა, პასი გააკეთა. აბა, კარგი მომენტია, ფუტკარაძე დაარტყა და მაკარიძემ გადაარჩინა იბერია. ბრძოლა ბურთისთვის. და იბერიას აქვს ძალიან კარგი შანსი, ზაგანია. აი ახლა ვნახოთ სილაგაძე შეუძლია ყველაფრის მეხუთე გოლიც გაიტანა. 5-1. 5-1. აღნიშნა სილაგაძემაც ისე როგორც კვარამ დენის შროდერის სტილში აღნიშნა გატანილი გოლი ლიგაზე, აგერ თასის თამაში სილაგაძემ მოახერხა გოლის გატანა. 5-1 ხდება ანგარიში იბერიასა და დინამო ბათუმის შორის. მისცემს როგორც კი განახლდება თამაში გიორგი ყრუაშვილი ნიშანს და დასრულდება დაპირისპირება. და ეს გუნდები აგრძელებენ ასევე ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას. საინტერესო იქნება ყველა ვარიანტში. გაისმის საფინალო სასტვენის ხმა, იბერია ფინალშია და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.